Საღამოშიდობის BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. საპენსიო სააგენტომ დეკემბრისთვის საინვესტიციო შედეგები გამოაქვეყნა. 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ჯამურმა დაგენერებულმა ამონაგებმა 856.7 მილიონი ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ 3.1% წენათვისთან შედარებით. ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე. ინფლაციის გათვალისწინებით. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დაწყებიდან დღემდე 14.8% შეადგინა. პორტფელების მიხედვით დეკემბრისთვის ამონაგების შემდეგნაირად გამოიყურება. კონსერვატიული პორტფელი ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები ინფლაციის გათვალისწინებით 1.17%. დაბალანსებული პორტფელის ნომინალური ამონაგები კი 1.29% შეადგენს. ენერგეტიკულ პროექტებზე ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები საჯაროდ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმიდან ხდება ცნობილი. სამოქმედო გეგმა 2024-25 წლების პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაციების გასაჯაროების ვალდებულებას იღებს. მათ შორისაა მთავრობის სხდომის ოქმიდან გასაჯაროება წიაღის მოპოვების ლიცენზიების და მოპოვებული მოცულობების თაობაზე. ელექტროენერგიის წარმოების მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დადებული შეთანხმებების პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშ ვალდებულებას და მეტად გამჭვირვალეს გახდის მის საქმიანობას, ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოს მთავრობამ 4 წლის შემდეგ პირველად ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმა დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნა. გეგმის გამოქვეყნებლობა საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. IDFI-ის ინფორმაციით მთავრობამ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, თუმცა სექტორი მაინც დათანხმდა მთავრობის ვერსიას, რადგანაც საქართველოს არ შეჩერებოდა აქტიური სტატუსი ღია მმართველობის პარტნიორობაში. ჩვენ ინიციატივა გავაკეთეთ ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან, გლობალურ სამდივნოსთან, რომ საქართველოს მთავრობასთან იშუამდგომლოს, რომ მთავრობის განკარგულებები, რომელიც მათ ვალდებულებად აქვთ აღებული, ეს უზრუნველყონ და ასევე ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების დევნა შეწყდეს და მათი დისკრედიტაცია. აი ამას დავთანხმდით ჩვენ, როდესაც უპირობოდ გავყევით იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ნამდვილად არაამბიციურია და ნამდვილად არ შეესაბამება იმ საქართველოს სტანდარტს, რომელიც ჰქონდა აქამდე, იმიტომ რომ უზრუნველყოფილი იყოს ის გამჭვირვალობის სტანდარტი, რომელიც ჩვენ კანონმდებლობაში გვიდევს და მთავრობის დადგენილებით არის უზრუნველყოფილი. ადრეთო გვიან მთავრობის განკარგულებებზე წვდომა შევძლებთ. ამის შესახებ IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა საქმის კურსში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად ვალდებულებისა, რომ საჯაროდ გამოქვეყნეს განკარგულებები, მთავრობა ამ ვალდებულებას 2020 წლიდან არ ასრულებს. რა მიზნით არ აქვეყნებს მთავრობა მიღებულ განკარგულებებს? ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა. გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეხება სხვადასხვა სახელმწიფო ქონების გადაცემას, გარკვეულ კომპანიებზე შეღავათის გაწევას თუ სხვა საკითხებს და ამ თემებზე საზოგადოების შესაძლო ნეგატიური შეფასებების გამო არ ხდება დოკუმენტების გასაჯაროება, თუმცა მუდმივად ამ ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. აქ შეიძლება იყოს ვიღაც პიროვნებაზე, ან ორგანიზაციაზე, ან კიდევ კერძო კომპანიაზე სხვადასხვა შეღავათის გაწევის შესახებ და მთავრობის გადაწყვეტილებები, ან კიდევ სიმბოლურ ფასად, ან ჩუქება სხვადასხვა ქონების და ეს არ უნდა ან შეიძლება იყოს რაღაც კორუფციული ან ინტერესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენი მთავრობის ან შეიძლება ამან გამოიწვიოს საზოგადოების უკმაყოფილება. ეს არის დროებითი დამალვა, იმიტომ რომ ვერ დაიმალება, ეს არის ოფიციალური აქტები, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გახდება ხელმისაწვდომი. დღეს ხვალ თუ ზეგ ამ ინფორმაციაზე ჩვენ წვდომა გვექნება. სააგენტო აწარმოებს საქართველოში ბიზნეს ხელშეწყობის პროგრამა გაფართოვდა, კერძოდ ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ასევე მზაკოების წარმოება შინაური ცხოველებისთვის. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სახელმწიფო 50,000-დან 10 მილიონ ლარამდე ცესხის თუ ლიზინგის გარკვეულ პროცენტს დაუსუბსიდირებს. კონკრეტულად რა იცვლება პროგრამაში და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ბენეფიციარებს, ელენა გოგბერაშვილმა იმუშავა თემაზე.
სააგენტო აწარმოეს საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისსა და ბათუმში ცხოვრობს. სესხის და ლიზინგის ფარგლებში სააგენტო ბენეფიციარებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში -3%-ის ოდენობით. ამასთან სესხის შემთხვევაში სააგენტო სესხის არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში ბიზნესს გარანტორად დაუდგება. სესხისა თუ ლიზინგის მინიმალური მოცულობა 50,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 მილიონ ლარს შეადგენს. თუ ფერმერულ მეურნეობას წარმოადგენთ, გაქვთ განთავსების, კვებითი მომსახურების სერვისები და სხვა აქტივობები, შეგიძლიათ აწარმოეს საქართველოს ბენეფიციარი გახდეთ. იმისთვის, რომ პირმა ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში მონაწილეობა შეძლოს, მას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს ფერმერული მეურნეობა. რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნეს ოპერატორად და ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა რეესტრში. წლების განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებას ვლობირებდით, რომ აგროტურიზმი არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც სჭირდება ქვეყანას, რომ ქვეყანას ამის პოტენცია გააჩნია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ისეთი სწრაფი ტემპებით ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კვლავ. ამიტომ მივესალმები იმას, რომ პროექტის ფარგლებში უკვე შესაძლებელია აგროტურიზმის მიმართულების დაფინანსება, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სახეები იქნენ წარმოჩენილი, საბრუნავი კაპიტალი არასდროს არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი და ამ პროექტის ფარგლებში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გამოიყენონ საბრუნავი საშუალებებისთვის. რაც შეეხება ეკოტურისტულ მიმართულებას, დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლია მეწარმეს, რომელსაც რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის 10 ნომრამდე განთავსება გააჩნია. ასევე პროგრამა ფარავს შენობა-ნაგებობებს, რომელიც განთავსების ობიექტად არის განკუთვნილი. ასევე ბიზნეს უნივერსალი მოიცავს ტრადიციული რეწვის სახელოსნოებს, არანაკლებ 10 ადამიანზე გათვლილი საჩვენებელი სივრცით. ეს არის უფრო გათვლილი ისეთ ბიზნესებზე, რომელსაც სჭირდებათ ხელშეწყობა მთიან რეგიონებში, განსაკუთრებულად კულტურულად ძალიან სენსიტიურ ლანდშაფტში მცხოვრები, ასე ვთქვათ, ახალი სტარტაპები, რომლებსაც უნდათ რომ დაიწყონ ბიზნესი. ანუ არა ვთქვათ მარტო სასტუმრო გააკეთონ, არავით შეინარჩუნონ ის სახლი, რომელშიც იმ სასტუმროს აკეთებენ. საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის, თუმცა ვისურვებდი, რომ გრანტის გაცემას მცირე და საშუალო ბიზნესს ან მცირე და მიკრობიზნესზე მხოლოდ გრანტი ასევე ვთქვათ ეგეთი ტიპის უფრო ყოფილიყო, ანუ არა უბრალოდ სასტუმროს გაკეთება, არამედ ასეთი ტიპის სასტუმროს გაკეთება, ჩემი აზრით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა და არა მარტო ვთქვათ სესხი. პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ასევე დასასვენებელი მოკლევადიანი განთავსების საშუალებები და მზა-საკვები წარმოება შინაური ცხოველებისთვის. პროექტის ფარგლებში უკვე სესხის პროცენტის დაფინანსება ხდება მთელი პერიოდის განმავლობაში, ადრე მაგალითად ფარავდა 3 წელი, ან სუბსიდირება ხდებოდა 3 წლის განმავლობაში, ახლანდელი მდგომარეობით უკვე ძალიანად სესხის პერიოდის განმავლობაში ხდება სუბსიდირება და ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენნაირი ტიპის კომპანიებისთვის გაზარდონ თქვათ წარმოება და განავითარონ ბიზნესი. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებით საგრანტო კომპონენტს დაემატა ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოებაც. ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემაში გაჩნდა ჩანაწერი მიკრობანკების შესახებ. მიკრობანკები პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით შეძლებენ. აღსანიშნია, რომ პროგრამაში ახალი ეკონომიკური საქმიანობების დამატებით პროგრამის საერთო ბიუჯეტი არ იცვლება. როგორც სააგენტოში აწარმოეს საქართველოში BMG-ს განუცხადეს, პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი 2024 წელს 30 მილიონ ლარამდეა. დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 7% შემცირდა და დედაქალაქში სულ 3827 ბინა გაიყიდა. რეკორდზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 4%-ით 256 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%, ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა. ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 23%
13%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18 და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა აღნიშნული ამ მიმოხილვაში. ბინების გაყიდვები შემცირებულია ბათუმში 2023 წლის დეკემბერში ბათუმში 1203 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა კოლიერს ჯორჯიას საცხოვრებელი უძრავი გონების ვებგვერდზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით ზღვისპირა ქალაქში ბინების გაყიდვები გასული წლის ბოლოს 33%-ით შემცირდა. ეკოუჯის მონაცემებით ბაზრის ზომა 31%-ით 55 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. ბათუმში ახლად დაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პურის მცხოვრებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით თბილისში რუსთავსა და მცხეთაში გაძვირებული წყლის ტარიფი პურს არ გააძვირებს. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა მედია ცენტრ მთავარში ჟურნალისტების კითხვის აპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით წყლის გაძვირებას პურის მწარმოებლებისთვის დენის ფასის შემცირებული ტარიფი დააკომპენსირებს, ამიტომ პირველადი მოხმარების პროდუქტი ქვეყანაში არ გაძვირდება. პურის მცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ 2022 წელს ნედლეული ხორბალი და ფქვილი უფრო ძვირი იყო, 2023 წელს კი ფასები შედარებით დასტაბილურდა. აღნიშნეთ ძალიან კარგი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მეწარმეებმა, ეს გახლავთ ელექტროენერგიაზე შეღავათი. ანუ, როდესაც ჩვენ გადავიანგარიშეთ, ერთი მეორეს ძალიან კარგად აბალანსებთ. წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე ნამდვილად არ აისახება და დღეს შენარჩუნებული იქნება ის ფასები, რომელიც პურზე გვაქვს. პურის მწარმოებლებისგან განსხვავებით, წყალთან ერთად გაზის ტარიფი გაიზარდა სარესტორანო ბიზნესს, მომსახურების სექტორში ამ ეტაპზე უჭირთ თქმა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს განახლებულ გადასახადეს პროდუქციაზე და საბოლოოდ მომხმარებელზე, თუმცა რესტორატორთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე თვეში ფასები დაკორექტირდეს. მეტიც კოტე გაბრიჩიძე არც იმას გამორიცხავს 6 თვის შემდეგ, როდესაც CEMEC ელექტროენერგიის ტარიფს ისევ გადახედავს, გადასახადი გაიზარდოს. გაიაფთა ელექტროენერგიის გადასახადი მაგრამ ამას მოყვა ესეთი მატარებლის ვაგონები რო შემოყვება, რომ ამავე დროს გაძვირდა ორი გადასახადი, ერთი გაიაფთა, უმნიშვნელოდ არის გაიაფება. რა გითხრათ ახლა პროპორციულად როგორ აისახება ეს ვიღაცა უფრო მეტს ხარჯავს, ვიღაცა უფრო ნაკლებს წყალს ხარჯავს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა იქნება ეს სურათი. გასაკვირველია, მაგრამ გასაკვირველია მე მგონია რომ ეს რაღაცა დროებითია და არ მგონია რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს ამ ელექტროენერგიის შემცირების ტენდენციას გულისხმობ მე. ამასობაში ისე გაგვიძვირეს ნაგვის გადასახადი ორჯერ, რომ არავის საერთოდ არც კი გაუმახვილებია ყურადღება. თუ ხედავთ რომ ყველაფერმა გაიზარდა, თქვა კიდე შესაძლებელი პროდუქტის ღირებულება, კიდე დოლარის კურსი, საბოლოოდ ხდება მე გამოსასვლელი, როდესაც უკვე ეს ჩვენი პროდუქცია მიდის მომხმარებლამდე, სტუმრამდე, იმის გადაანგარიშება ეს წამიერად არ ხდება, მაგრამ 2-3 თვეში, როდესაც უკვე ხდება ხოლმე ბუღალტერია თავში წამოერწყავს ხელს, ვაი, ეს ადრესში ვარ, მოხდება ხოლმე ამ ფასების გადაფასება. საქმის კურსი ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.